1997 წლის ზაფხულში, როდესაც მაიკლ ჰარისონი სამხედრო ბაზიდან სახლში დაბრუნდა, მისმა დედამ ლინდამ შენიშნა, რომ რაღაც შეცვლილი იყო. არა გარეგნობა, არა ხმის ტემბრი. რაღაც სხვა. რაღაც თვალებში. იგი 21 წლის იყო, სამხედრო სამსახურში 2 წელი აღარ იყო და სახლი მშობლიურ ქალაქ ჰაგერსტაუნში, მერილენდში, ყოველთვის ელოდა მას ისევე, როგორც ადრე. მაგრამ იმ დღეს, როცა მან კარი გააღო და დედას შეხვდა, ლინდას გაეცა, რომ შვილი თითქოს სადღაც შორს იყო. არა სხეულით, არამედ სულით. მაიკლი ჰარისონები ჩვეულებრივი ოჯახი იყო. რობერტი მუშაობდა ადგილობრივ ქარხანაში, ლინდა იყო მეტ და უახლოეს საავადმყოფოში და 2 შვილი ჰყავდათ, მაიკლი და მისი უმცროსი და სარა, რომელიც 2 წლით უმცროსი იყო. ისინი ცხოვრობდნენ მცირე სახლში ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ყველას იცნობდა და ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. 1995 წელს, როდესაც მაიკლმა გადაწყვიტა სამხედრო სამსახურში წასვლა, დედამისმა ეწინააღმდეგებოდა. არა იმიტომ, რომ შიშობდა ომს, არამედ იმიტომ, რომ შვილი ძალიან ახალგაზრდა ჩანდა. მაგრამ რობერტმა თქვა, რომ ეს კარგი იქნებოდა ბიჭისთვის, რომ დისციპლინას ისწავლიდა და ცხოვრებაში რამეს მიაღწევდა. მაიკლი წავიდა. ტრენინგი, შემდეგ პირველი დანიშნულება, შემდეგ მეორე. ტელეფონით იშვიათად რეკავდა, მაგრამ როცა რეკავდა, ხმა ბედნიერი ჟღერდა. ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ მოსწონდა ეს საქმე, რომ მალე მოვიდოდა. ლინდა ითვლიდა დღეებს შვებულებამდე და წარმოიდგენდა, როგორ ჩამოჯდებოდა მაიკლი სამზარეულოს მაგიდასთან და მოუყვებოდა ყველაფერს, რაც ნახა და განიცადა. მაგრამ როცა მაიკლი საბოლოოდ მოვიდა 1997 წლის ივლისში, სახლში მხოლოდ 2 დღე დარჩა. მესამე დილით ის აღარ იყო. ლინდამ ფიქრობდა, რომ ბიჭმა ადრე გაიღვიძა და სადმე გასეირნებას გადაწყვიტა. მაიკლი ყოველთვის უყვარდა ადრე დილით სიარული. მაგრამ საუზმის დროს მან აღარ დაბრუნდა. შუა დღისას, როცა ლინდამ ოთახში შევიდა, შენიშნა, რომ მაიკლის სამხედრო ტანსაცმელი არ იყო. სხვა ტანსაცმელი კი იყო, მაგრამ ფორმა და ჩანთა აღარ იყო. მაგიდაზე ფურცელი იცვა, რომელზეც მხოლოდ ერთი წინადადება იყო დაწერილი: მომიბაცეთ. უნდა გავაკეთო რაც სწორია. ხელმოწერა არ იყო, მაგრამ ეს მაიკლის ხელწერა იყო. რობერტმა პირველად დარეკა ბაზაზე. უთხრეს, რომ მაიკლი შვებულებაზე იყო და არ უნდა დაბრუნებულიყო კიდევ 10 დღის განმავლობაში. როდესაც რობერტმა შეეკითხა, არ იცოდნენ თუ სად შეიძლებოდა ყოფნა მისი, უპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ. რობერტმა დარეკა პოლიციაში. მოვიდა 2 ოფიცერი და ათვალიერეს ოთახი, წაიღეს ფურცელი და თქვეს, რომ ელოდებოდნენ. 21 წლის კაცი ზრდასრული იყო, თუ თავად წავიდა, ეს მისი უფლება იყო. თუ რამე დღეში არ დაბრუნდებოდა, შეიძლებოდა ოფიციალური განცხადების გაკეთება. დღეები გავიდა. ლინდა დარეკავდა ყველას, ვისაც მაიკლი იცნობდა. მეგობრები სკოლიდან, ყოფილი კოლეგები, შორეული ნათესავები. არავინ იცოდა არაფერი. არავინ ჰყოლია მაიკლი იმ დღეებში. სარამ მაიკლის დამ სთხოვა დედას, რომ შეენარჩუნებინა სიმშვიდე და დაელოდა. ის დაბრუნდება, ამბობდა სარა. ის ყოველთვის ბრუნდება, მაგრამ კვირები გავიდა და მაიკლი არ ბრუნდებოდა. სამხედრო პოლიციამ დაიწყო საკუთარი გამოძიება. ჰკითხეს ლინდას და რობერტს, ცდილობდა თუ არა მაიკლი დაზოს თავისუფლება, იყო თუ არა პრობლემები სამსახურში, არსებობდა თუ არა დავალიანებები ან კონფლიქტები. ლინდა არაფერი იცოდა ამის შესახებ. მაიკლი ყოველთვის ჩუმი იყო, თავისი პრობლემების შესახებ არასდროს საუბრობდა. რობერტმა თქვა, რომ მაიკლი შინ ჩამოსვლისას გაუსაგებით ჩანდა, თითქოს რაღაცით წუწუნებდა, მაგრამ როცა ჰკითხეს რაც იყო, ბიჭმა უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. არავის მოუვიდა გონებაში უფრო მეტი კითხვების დასმა. თვეები გადიოდა. ლინდა კვლავ რეკავდა ადამიანებს. ხანდახან ღამის 2 საათზე იღვიძებდა და ფიქრობდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მაიკლი. წარმოიდგენდა, რომ შვილი სადმე პატარა ქალაქში იყო და თავიდან იწყებდა ცხოვრებას. ან რომ იმალებოდა რაღაცისგან, რასაც ვერავინ ესმოდა. ან რომ ავად იყო და არ შეეძლო საკუთარი სახელის წარმოთქმა. ლინდა ასეთ სცენარებს ათასობით წარმოიდგენდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განმარტავდა, რატომ დატოვა შვილმა სახლი იმ დილით. 1998 წლის გაზაფხულზე სამხედრო პოლიციამ თქვა, რომ მაიკლ ჰარისონის საქმე დაიხურებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული. მათ თქვეს, რომ ყველანაირი ძალისხმევა განხორციელდა, მაგრამ არანაირი კვალი არ მოიპოვებოდა.
გვერდით დაურთეს, რომ მაიკლმა შესაძლოა დატოვა სამხედრო სამსახური და გაემგზავრა უცხო ქვეყანაში, რადგან საზღვრებზე მისი სახელის შემოწმებამ არაფერი აჩვენა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ის ვერ გაუვლიდა სხვა გზით. ლინდამ კითხა, რას ნიშნავდა ეს ოჯახისთვის. უპასუხეს, რომ მაიკლ ჰარისონის სტატუსი იქნებოდა დაკარგული, სანამ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ გამოჩნდებოდა. ლინდა შეეგუა ამ საზღვრის გარეშე მდგომარეობას, სადაც შვილი არც ცოცხალი იყო, არც გარდაცვლილი. სარა განაგრძობდა კოლეჯში სწავლას და ცდილობდა დედას დახმარებას, მაგრამ სარასაც არ ესმოდა რა მოხდა. რობერტი კი სულ უფრო ჩუმი ხდებოდა. მუშაობდა, დადიოდა სახლში, ტელევიზორს უყურებდა და არაფერზე საუბრობდა. ლინდას სურდა მასთან ამის შესახებ ელაპარაკა, მაგრამ რობერტი თავს არიდებდა საუბარს. მხოლოდ ერთხელ 1999 წლის ზამთარში, როცა ლინდამ ისევ ისაუბრა მაიკლზე, რობერტმა უთხრა, ის არ დაბრუნდება ლინდა. რაც უფრო ადრე მივიღებთ ამას, მით უკეთესი. 2000 წელს 3 წლის შემდეგ სამხედრო დეპარტამენტმა შესთავაზა ოჯახს მაიკლის ოფიციალურად გარდაცვლილად გამოცხადება. უთხრეს, რომ ეს იურიდიული ნაბიჯი იყო, რომელიც საშუალებას მისცემდა ოჯახს მიეღო ზოგიერთი სარგებელი და დაეხურა ადმინისტრაციული საკითხები. ლინდამ უარი თქვა. რობერტმა თქვა, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ. ისინი დაობდნენ 2 კვირის განმავლობაში. საბოლოოდ რობერტმა მარტო მიმართა და ხელი მოაწერა ქაღალდებს. 2000 წლის ნოემბერში მაიკლ ჰარისონი ოფიციალურად გამოცხადდა გარდაცვლილად. ლინდა ვერ შეეგო ამას. არ ესწრებოდა სიტყვიერ მემორიალურ მსახურებას, რომელიც ოჯახმა მოაწყო. სარა მწუხარებაში იყო, მაგრამ ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო დედისთვის. რობერტი დაესწრო ცერემონიას და დარჩა ჩუმად მთელი დროის განმავლობაში. მას შემდეგ მან მაიკლზე ბევრი აღარ ისაუბრა. ლინდას გაეცა, რომ ქმარმა უკვე გამოიტანა გასწორება შვილის სიკვდილთან და გააგრძელა ცხოვრება. მაგრამ რობერტი არ გააგრძელა ცხოვრება. ის პირიქით, სულ უფრო შორდებოდა ოჯახს. მეტ დროს მუშაობაში ატარებდა, სახლში მოდიოდა და პირდაპირ საწოლში წვებოდა. ლინდა ცდილობდა მასთან დაახლოებას, მაგრამ რობერტი თითქოს არ იყო აქ. 2008 წლის იანვარში რობერტს გულის შეტევა მოხდა. იმუშავა გვიან ღამით, სახლში დაბრუნდა, ჩაჯდა სავარძელში და გააგრძელა სუნთქვა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ლინდა კიბეებზე ამოდიოდა და გაიგონა რაღაც ხმა. როცა სამზარეულოში შევიდა, რობერტი უკვე არ სუნთქავდა. სწრაფი დახმარება მეტისმეტად გვიან მივიდა. რობერტს 61 წელი ჰქონდა. ლინდას გაეცა, რომ ქმარი წლების განმავლობაში ნელა კვდებოდა და უბრალოდ ჩუმად ელოდა ამ მომენტს. სარა დაბრუნდა სახლში დაეხმარა დედას დაკრძალვის მოწყობაში. ცერემონიაზე ბევრი ადამიანი მოვიდა, მეგობრები რობერტის სამსახურიდან, მეზობლები, შორეული ნათესავები. ყველამ თქვა, რომ რობერტი კარგი კაცი იყო. ლინდამ მადლობა გადაუხადა ყველას, მაგრამ იცოდა, რომ რობერტი წლების განმავლობაში მწუხარე იყო. იცოდა, რომ ქმარი ვერასდროს აღადგა მაიკლის დაკარგვას. ხშირად ფიქრობდა, რომ რობერტმა თავი დამნაშავედ თვლიდა, რომ მან დააჯერა შვილი სამხედრო სამსახურში წასვლა და რომ ეს ბედუკ ღმართება იყო, რომელსაც ვერასდროს შეწყვეტდა. წლები გადიოდა. ლინდა განაგრძობდა მუშაობას საავადმყოფოში. სარას ჰყავდა საკუთარი ოჯახი, 2 ბავშვი და ცხოვრობდა 1 საათის მანძილზე. ლინდა რეგულარულად ესტუმრებოდა შვილიშვილებს და ცდილობდა ბედნიერი ყოფილიყო მათთვის, მაგრამ ყოველთვის იყო რაღაც ტკივილი გულში, რაც არასდროს ქრებოდა. ხშირად ჯდა სამზარეულოს მაგიდასთან საღამოებით და აცქერდა ფანჯარას, წარმოიდგენდა, რომ ვიღაც კარს აკაკუნებდა და მაიკლი იქნებოდა დაბრუნებული საბოლოოდ. 2010 წელს ლინდამ გააკეთა რაღაც, რაც არასდროს გაუკეთებია ადრე. შეაგროვა ფული და დაიქირავა კერძო დეტექტივი. იმედოვნებდა, რომ პროფესიონალს შეეძლო რაიმეს პოვნა, რაც პოლიციას ან სამხედრო ორგანოებს გამორჩათ. დეტექტივმა 3 თვის განმავლობაში იმუშავა. გადაამოწმა ძველი ჩანაწერები, დაუკავშირდა ადამიანებს მაიკლის ერთეულიდან, ცდილობდა ბანკის ტრანზაქციების პოვნას ან სხვა რამეს, რაც მიუთითებდა მაიკლის ადგილმდებარეობაზე. ბოლოს დეტექტივმა უთხრა ლინდას, რომ არაფერი აღმოაჩინა. თქვენი შვილი ძალიან კარგად გაქრა, თქვა კაცმა. ან სადმე შორს არის და ახალი ვინაობით ცხოვრობს, ან მოხდა რაღაც, რაც ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. ლინდა განმწუხრებული დაბრუნდა სახლში. იცოდა, რომ დეტექტივი მართალი იყო. იცოდა, რომ შესაძლოა არასდროს გაეგო რა მოხდა იმ 1997 წლის ივლისის დილით. მაგრამ მაინც არ შეეძლო თავის დაჯერება, რომ მაიკლი გარდაიცვალა. სადღაც ღრმად ლინდა გრძნობდა, რომ შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
მიზეზი არ იცოდა. მხოლოდ გრძნობა იყო, რომელსაც ვერ უხსნიდა. 2015 წელს ლინდა პენსიაზე გავიდა. სახლში მარტო რჩებოდა უმეტეს დღეებს. სარა რეგულარულად რეკავდა, მაგრამ ლინდა იცოდა, რომ ქალიშვილი შეშფოთებული იყო დედის მიმართ. სარა ხშირად სთხოვდა დედას, გადმოსახლებულიყო მასთან ახლოს, მაგრამ ლინდა უარს ამბობდა. ამბობდა, რომ არ შეეძლო ამ სახლის დატოვება. სახლი, სადაც მაიკლი გაიზარდა. სახლი, სადაც იგი ბოლოჯერ ნახა. თუ მაიკლი ოდესმე დაბრუნდებოდა და ნახავდა, რომ ის აღარ იყო აქ, როგორ შეიძლებოდა მისი პოვნა. 2018 წელს ლინდას დაუწყო ჯანმრთელობის პრობლემები. გული ხშირად სტკიოდა, ხელები ცახცახებდა, ძილი არ მოდიოდა. ექიმმა უთხრა, რომ სტრესი იყო მიზეზი. ლინდა იცოდა რა იყო სტრესი. 21 წელი იყო გასული მაიკლის გაქრობიდან. 21 წელი უპასუხოდ კითხვებისა. 21 წელი ვარაუდებისა, ფიქრებისა და წარმოსახვისა. ლინდა იცოდა, რომ ისინი სუსტდებოდა, რომ მალე თავად ვერ დაეტრიალებოდა ამ საკითხს. მაგრამ მაინც არ შეეძლო გათავისუფლება. 2020 წლის მარტში, როცა მთელი მსოფლიო შეჩერდა პანდემიის გამო, ლინდა სახლში იჯდა და ცდილობდა შეეგუებინა ახალ რეალობას. სარა რეკავდა ყოველ დღე, რომ შეამოწმებინა, ყველაფერი კარგად იყო თუ არა. ლინდა ამბობდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა ერთგვარი უცნაურობა იყო იმაში, რომ ახლა ყველა სახლში იჯდა და ელოდა. ელოდა რაღაცას, რაც გაივლიდა. ლინდა წლების განმავლობაში ელოდა. ელოდა მაიკლს. და ახლა მთელი მსოფლიო ელოდა. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ერთ დღეს ლინდა სამზარეულოში იჯდა და ყავას სვამდა, როცა კარზე დააკაკუნეს. ლინდა ვერ ახსოვდა, ბოლო როდის მოსულიყო ვიღაც სტუმრად პანდემიის დაწყების შემდეგ. წამოდგა და კარისკენ წავიდა. კარზე ორი კაცი იდგა. ერთი აცვია პოლიციის ფორმა, მეორეს სამოქალაქო ტანის ამოსიეცვა. ლინდა მიცოდა რა ნიშნავდა ეს. პოლიცია მხოლოდ მაშინ მოდიოდა, როცა ცუდი ამბავი იყო. ქალბატონო ჰარისონი, თქვა პოლიციელმა. დიახ, უპასუხა ლინდამ, გული გულში ჩაუვარდა. შეგვიძლია შემოვიდეთ? საჭიროა რამდენიმე სიტყვა რომ გითხრათ. ლინდამ გაუღო კარი და შეუშვა. ორივე მოსასხდომში შევიდნენ და დაჯდნენ. ლინდა მათთან მიუახლოვდა, მაგრამ ვერ დაჯდა. დგას უნდოდა. პოლიციელმა ისაუბრა. ქალბატონო ჰარისონი, ეს არის აგენტი ფრენკ მილერი ფედერალური გამოძიების ბიუროდან. ჩვენ აქ ვართ თქვენს შვილთან მაიკლ ჰარისონთან დაკავშირებით. ლინდამ გაიფიქრა, რომ გული შეუჩერდებოდა. მაიკლთან? გაიმეორა. დიახ, ქალბატონო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაგაინტერესოთ. აგენტმა მილერმა ჩანთიდან დოკუმენტები ამოიღო და გააშალა. ქალბატონო ჰარისონი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებას, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა ტრეფიკინგთან და ყალბ დოკუმენტებთან. ამ გამოძიების დროს აღმოვაჩინეთ კაცი, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ კალიფორნიაში, პატარა ქალაქ ელ-სენტროში და რომელიც იყენებდა ყალბპირადობის მოწმობას. როცა მას დავკითხეთ, მან უთხრა ჩვენ, რომ მისი რეალური სახელი მაიკლ ჰარისონი იყო და რომ ის გაიქცა სამხედრო სამსახურიდან 1997 წელს. ლინდას გონება დამბნეული იყო. ვერ ესმოდა, რას ამბობდნენ ეს ადამიანები. გაიქცა? რატომ? ეს ჯერ კიდევ არ არის მთლად ნათელი, ქალბატონო ჰარისონი. მაგრამ კაცმა თქვა, რომ ის მოწმე იყო რაღაცისა, რაც მოხდა მის ერთეულში დანიშნულების დროს. რაღაც, რაც მას ძალიან შეაშინა. ის ფიქრობდა, რომ თუ დარჩებოდა და ესაუბრებოდა ამის შესახებ, შეიძლება საფრთხეში ჩაყენებულიყო. ამიტომ გადაწყვიტა გაქცევა და ახალი ვინაობის მიღება. სად არის ის ახლა? კითხა ლინდამ, ხმა ძლივს ესმოდა. ის დაკავებულია, ქალბატონო ჰარისონი. მას წინაშე აქვს მთელი რიგი ბრალდებები, მათ შორის დეზერტირება, ყალბი დოკუმენტების გამოყენება და სხვა. მაგრამ ის ითხოვს თქვენთან შეხვედრას. ლინდა ვერ ლაპარაკობდა. 23 წლის განმავლობაში ის წარმოიდგენდა ამ მომენტს. წარმოიდგენდა, რომ ვიღაც ეტყოდა მას, რომ მაიკლი ნაპოვნი იყო. მაგრამ არასდროს წარმოსდგენია, რომ იგი გაიგებდა, რომ შვილი ცოცხალი იყო ამ ყველა წლების განმავლობაში და უბრალოდ მალავდა. როდის შემიძლია მის ნახვა? კითხა საბოლოოდ. თუ გსურთ, შეგვიძლია მოვაწყოთ ეს კვირის ბოლომდე.
მაგრამ ქალბატონო ჰარისონი, უნდა გაცნობებოდეთ, რომ კაცი, რომელიც ნახავთ, შეიძლება არ იყოს ზუსტად ის, რასაც ახსოვთ. 23 წელი გავიდა. ის შეიცვალა. ლინდამ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა. მოელოდა ამ შეხვედრას 23 წლის განმავლობაში და კიდევ 2 დღე არაფერი იყო. შეხვედრა მოხდა სავაჭრო ცენტრში, რომელსაც ფედერალური გამოძიების ბიურო იყენებდა დაკითხვებისთვის. ლინდა ჩავიდა იქით სარასთან ერთად, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ჭეშმარიტი იყო. დედა, თუ ეს მართლა ისაა, იწყებდა სარა, მაგრამ ვერ ამთავრებდა წინადადებას. ლინდას შეიყვანეს პატარა ოთახში, სადაც მაგი დაიდგა და 2 სკამი. კედელზე სარკე იყო. აგენტმა მილერმა უთხრა, რომ რამდენიმე წუთში მოიყვანდნენ მაიკლს და რომ შეხვედრა ზედამხედველობის ქვეშ იქნებოდა. ლინდამ თქვა, რომ ესმოდა. როცა კარი გაიღო და კაცი შემოვიდა, ლინდა ჯერ ვერ იცნო. კაცი მაღალი იყო, თმა თითქმის მთლიანად თეთრი ჰქონდა, სახე დახაზული და დაღლილი. მაგრამ თვალები იყო მაიკლის თვალები. ეს თვალები, რომლებიც ლინდა იცნობდა შვილობის პირველი წუთიდან. დედა, თქვა კაცმა, ხმა მხრიალად ჟღერდა. მაიკლ, უპასუხა ლინდამ, თვითონაც ვერ სწამდა, რომ ეს ხდებოდა. კაცი მოახლოვდა და შეჩერდა მაგიდასთან. დედა, ძალიან მწუხვარ. ძალიან მწუხვარ ყველაფრისთვის. ლინდამ წამოდგა და გავიდა მაგიდის გარშემო. მოახლოვდა მას და ყურადღებით შეხედა. დიახ, ეს მაიკლი იყო. შვილი, რომლის დაბადებაც ჰქონდა, აღზრდა და დაკარგვა. შვილი, რომელიც ახლა დაბრუნდა, მაგრამ აღარ იყო ის, რაც იყო. სად იყავი? კითხა ლინდამ, ხმა ძლივს ესმოდა. მაიკლმა ჩამოჯდა და დაფარა სახე ხელებით. დედა, მე ვნახე რაღაც. ვნახე რაღაც, რაც არ უნდა მენახა. და ვეშინოდა. ვეშინოდა, რომ თუ ვიტყოდი რა ვიცოდი, დამხოცავდნენ. ვეშინოდა, რომ თუ დაუბრუნდებოდი სახლში, ოჯახის საფრთხეში ჩავაყენებდი. ასე რომ, გავიქექი. მივიღე ხალბი დოკუმენტები და გავიქექი. რა იყო ეს, რაც ნახე? მაიკლმა თავი ააქნია. ვერ შემიძლია ამის თქმა, დედა. ჯერ კიდევ არა. ეს ნაწილია გამოძიებისა. მაგრამ მე ვიცოდი, რომ თუ დავრჩებოდი, ყველაფერი დაიკარგებოდა. ეს 23 წელი, მაიკლ. 23 წელი, როცა არ ვიცოდი, სად იყავი. შენმა მამამ გული შეუშალა, იმიტომ რომ ფიქრობდა, შენ მკვდარი იყავი. სარა იზრდებოდა ძმის გარეშე. და მე ყოველ დღე ველოდე. მაიკლს წრემლები ჩამოსცვივდა. მე ვიცოდი, დედა. მე ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს ვაწყობდი. მაგრამ არ ვიცოდი, რა სხვა გავაკეთო. მე ვფიქრობდი, რომ ეს სწორი იყო. ვფიქრობდი, რომ თუ დავრჩებოდი, ყველა საფრთხეში ჩავაყენებდი. ახლა მივხვდი, რომ ვწდებოდი. მივხვდი, რომ უნდა დამებრუნებინა და ყოველივე მეთქვა, რაც ვიცოდი. მაგრამ მაშინ ძალიან ვეშინოდა. ისინი საათობით საუბრობდნენ. მაიკლმა უამბო, როგორ იცხოვრა კალიფორნიაში. როგორ მუშაობდა სამშენებლო ობიექტებზე, როგორ ქირაობდა პატარა ბინას და როგორ ცდილობდა ყოველდღე გაეგრძელებინა. ამბობდა, რომ ყოველდღე ფიქრობდა ოჯახზე და თითოეულ დღე ინანებდა. მაგრამ იმასაც ამბობდა, რომ იმედოვნებდა, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდებოდა და შესაძლებელი გახდებოდა დაბრუნება. ლინდამ ჰკითხა, რატომ არ დარეკა ან არ გამოუგზავნა წერილი. მაიკლმა უთხრა, რომ ეშინოდა, რომ ნებისმიერი კონტაქტი შეიძლებოდა გამოვლენილიყო და ოჯახი საფრთხეში ჩაყენებულიყო. ლინდამ ჰკითხა, თუ ახლა ესმოდა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. მაიკლმა თქვა, რომ ესმოდა. თქვა, რომ ამას ყოველდღე ინანებდა და რომ ხელახლა შეეძლო, ყველაფერს სხვანაირად გააკეთებდა. შეხვედრა დასრულდა საათის შემდეგ. ლინდამ ჰკითხა, რა მოხდებოდა ახლა. აგენტმა მილერმა უთხრა, რომ მაიკლს წინაშე ბრალდებები ჰქონდა და რომ სამართლებრივი პროცესი გრძელდებოდა. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მაიკლი თანამშრომლობდა გამოძიებაში და გაუზიარა ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა, შესაძლებელი იყო, რომ მას შემსუბუქებული სასჯელი მიეღო. ლინდა დაბრუნდა სახლში სარასთან ერთად. ორივე ჩუმად იყო მთელი გზის განმავლობაში. სარამ საბოლოოდ თქვა, ვერ ვიტყვი, როგორ ვგრძნობ თავს, დედა. ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალია, მაგრამ გაბრაზებული ვარ, რომ ამ ყველა წლის განმავლობაში მალავდა. როგორ ვიქცეო ამ ყველაფერთან? ლინდა არ იცოდა როგორ უპასუხოს. თავადაც ვერ ესმოდა, როგორ უნდა ეგრძნო. ერთი მხრივ განდნებული იყო, რომ მაიკლი ცოცხალი იყო.
მეორე მხრივ შეწუხებული იყო იმით, რომ შვილმა მოატყუა ოჯახი 23 წლის განმავლობაში. მესამე მხრივ დაბნეული იყო, რადგან ვერ ესმოდა, რა შეიძლებოდა იყოს იმდენად საშიში, რომ ადამიანი თავისი მთელი ცხოვრება მიეტოვებინა. შემდეგ თვეების განმავლობაში ლინდა რეგულარულად ესტუმრებოდა მაიკლს. ის კვლავ დაკავებული იყო, ელოდა სასამართლო პროცესს. ისინი საუბრობდნენ დაკარგული წლების შესახებ. მაიკლი ცდილობდა ახსნას, რატომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო. ლინდა ცდილობდა გაეგო, მაგრამ ხშირად ვერ შეეძლო. ხშირად გრძნობდა, რომ მას შორის და მაიკლს შორის დიდი მანძილი იყო, მანძილი, რომელიც 23 წლის განმავლობაში გაიზარდა და რომელსაც ახლა ძალიან რთული იყო დაფარვა. 2021 წლის გაზაფხულზე მაიკლმა მიიღო განაჩენი. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მან თანამშრომლობა გაუწია გამოძიებას და გაუზიარა ინფორმაცია, რაც საბოლოოდ დაეხმარა სამართალდამცველებს სერიოზული დანაშაულის გამოძიებაში. გადაწყდა, რომ მას მიეცა შესწავლილი სასჯელი 5 წელივადიანი პატიმრობით, რაც ნიშნავდა, რომ ის რჩებოდა გარკვეული შეზღუდვების ქვეშ, მაგრამ არ ჩაიკეტებოდა სასჯელახსრულების დაწესებულებაში. ლინდა განდნებული იყო, რომ მაიკლს არ უნდა წასულიყო ციხეში, მაგრამ იცოდა, რომ მაინც ბევრი რამ უნდა გათელილიყო. მაიკლმა გადაწყვიტა დარჩენა კალიფორნიაში. უთხრა დედას, რომ ვერ დაბრუნდებოდა ჰაგერსტაუნში, რადგან იქ ძალიან ბევრი მოგონება იყო და რომ ის ცდილობდა ახალი დასაწყისის გაკეთებას. ლინდა იმედოვნებდა, რომ შვილი დაბრუნდებოდა, მაგრამ ესმოდა, რომ მაიკლს სჭირდებოდა სივრცე და დრო, რომ ჩამოეყალიბებინა საკუთარი ცხოვრება. ლინდა განაგრძობდა ცხოვრებას იმ სახლში, სადაც წლების განმავლობაში ელოდა. ახლა იცოდა, რომ მაიკლი ცოცხალი იყო, მაგრამ რატომღაც ეს ცოდნა არ მოუტანა იმედოვნებული შვება. ვერ ესმოდა რატომ. შესაძლოა იმიტომ, რომ იცოდა, რომ მაიკლი, რომელიც დაბრუნდა, არ იყო ის მაიკლი, რომელიც წავიდა. ან იმიტომ, რომ იცოდა, რომ რობერტი არასდროს შეეტყობოდა, რომ შვილი ცოცხალი იყო. ან იმიტომ, რომ იცოდა, რომ 23 წელი დაკარგული იყო და ეს წლები ვერასდროს დაბრუნდებოდა. სარა ცდილობდა ურთიერთობის აღდგენას ძმასთან. ისინი ელაპარაკებოდნენ ტელეფონით და ზოგჯერ სარა დედასთან ერთად მიდიოდა კალიფორნიაში, რომ მაიკლს ეწვია. მაგრამ ეს არ იყო ისე, როგორც ადრე. როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო? მაიკლმა გამოტოვა სარას მთელი ზრდასრული ცხოვრება. გამოტოვა მისი საქორწინო, ბავშვების დაბადება, ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. სარა ცდილობდა მას ამ ყველაფერზე მოყოლებას, მაგრამ ეს უცნაური იყო. როგორ უყვე ადამიანს 20 წლეულის ცხოვრება რამდენიმე საუბარში. დრო გადიოდა. 2024 წლის შემოდგომისთვის მაიკლმა დაასრულა თავისი ვადიანი პატიმრობა და თავისუფალი გახდა მოძრაობაში. დარეკა დედას და უთხრა, რომ ფიქრობდა მოხვედრაზე ჰაგერსტაუნში შობისთვის. ლინდა იმედოვნებდა, რომ ეს ნამდვილად მოხდებოდა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული. მაიკლი ხშირად ამბობდა, რომ მოვიდოდა, მაგრამ შემდეგ რაღაც ხდებოდა და იცვლებოდა გეგმები. მაგრამ ამჯერად მაიკლი მოვიდა. 2024 წლის დეკემბერში 27 წლის შემდეგ მაიკლ ჰარისონი დაბრუნდა ჰაგერსტაუნში. ლინდა შეხვდა მას აეროპორტში სარასთან და სარას ბავშვებთან ერთად. როცა მაიკლი ამოვიდა, ლინდა ვერ აკავა ცრემლებს. მიუახლოვდა და ჩაეხუტა. მაიკლი ასევე ტიროდა. ისინი დაბრუნდნენ ლინდას სახლში. მაიკლი გაიარა ოთახებში და შეხედა ყველაფერს. ლინდამ თითქმის არაფერი შეცვალა ამ წლების განმავლობაში. მაიკლის ძველი ოთახი კვლავ იგივენაირად იყო, როგორც მაშინ, როცა ის წავიდა. ლინდა არ იცოდა რატომ. შესაძლოა ელოდა. შესაძლოა უბრალოდ ვერ შეეძლო ცვლილება. საღამოს ისინი ყველა ერთად დაჯდნენ სასადილოდ. სარას ქმარი მოამზადა საჭმელი, ბავშვები თამაშობდნენ, ლინდა და მაიკლი საუბრობდნენ. იყო მომენტები, როცა ყველაფერი თითქმის ნორმალურად ჩანდა. მაგრამ შემდეგ იყო სიჩუმის მომენტები, როცა ყველამ გრძნობდა, რომ ბევრი რამ ნათქვამი არ იყო, ბევრი რამ, რისი თქმაც ვერასდროს იქნებოდა შესაძლებელი. მაიკლი დარჩა 2 კვირის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ის და ლინდა ბევრ საუბარს აქცევდნენ. ლინდა ჰკითხავდა მას ცხოვრებაზე კალიფორნიაში, ახალ მეგობრებზე, იმედებზე მომავლისთვის. მაიკლი ცდილობდა პასუხების გაცემას, მაგრამ ლინდას გაეცა, რომ შვილი კვლავ ბევრ რამეს მალავდა. არა იმიტომ, რომ მოატყუებდა, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთი რამ ძალიან მძიმე იყო თქმისთვის. ერთ საღამოს, როცა ისინი ორნი სამზარეულოში იჯდნენ, ლინდამ ჰკითხა მას კითხვა, რომელიც წლების განმავლობაში მწუხარებდა. მაიკლ, რას ფიქრობ, თუ შენმა მამამ სცოდნოდა, რომ შენ ცოცხალი იყავი, როგორ მოექცეოდა?
მაიკლი ხანგრძლივად ჩუმად იჯდა. შემდეგ თქვა, ვფიქრობ, ის გაბრაზებული იქნებოდა. ვფიქრობ, ის ვერ გამიტევებდა. და მართალი იქნებოდა. ლინდა სურდა ეთქვა, რომ რობერტი გაუტევებდა, რომ მამა ყოველთვის უყვარდა შვილები უპირობოდ, მაგრამ იცოდა, რომ ეს არ იყო მთლად ჭეშმარიტი. იცოდა, რომ რობერტს ძალიან ეტკინებოდა მაიკლის დაკარგვა და რომ ის ალბათ ვერასდროს აღადგებოდა იმის გაგებას, რომ შვილი წლების განმავლობაში მალავდა. ასე რომ ლინდა მხოლოდ დაჯდა და მაიკლს ხელი შეხო. მაიკლმა დატოვა ჰაგერსტაუნი იანვრის დასაწყისში. დააპირა დედას, რომ უფრო ხშირად მოვიდოდა და რომ კონტაქტში იქნებოდა. ლინდამ თქვა, რომ ელოდებოდა. როცა მაიკლი წავიდა, ლინდა დაბრუნდა სახლში და დაჯდა სამზარეულოს მაგიდასთან, სადაც ასე ხშირად იჯდა ამ წლების განმავლობაში. გარეთ იყო ცივი და თოვლი იწყებოდა. ლინდამ შეხედა ფანჯრიდან და დაფიქრდა ყველა იმ დღეზე, რომ იჯდა ამ მაგიდასთან და ელოდა მაიკლის დაბრუნებას. ახლა მაიკლი დაბრუნებული იყო, მაგრამ რატომღაც ლინდამ არ იგრძნო დასრულება. შესაძლოა იმიტომ, რომ იცოდა, რომ მაიკლი, რომელიც დაბრუნდა, არ იყო ის მაიკლი, რომელიც წავიდა. ან იმიტომ, რომ იცოდა, რომ 27 წელი დაკარგული იყო და ვერასდროს დაბრუნდებოდა. ან იმიტომ, რომ იცოდა, რომ ზოგჯერ რაღაცის დაბრუნება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კვლავ იქნება ისე, როგორც იყო. ლინდა კვლავ ცხოვრობს იმ სახლში ჰაგერსტაუნში. იგი ახლა 78 წლისაა და გაცილებით ნელა მოძრაობს ვიდრე ადრე. სარა რეგულარულად სტუმრობს და მაიკლი რეკავს თვეში ერთხელ მაინც. ზოგჯერ მაიკლი იგზავნის ფოტოებს თავისი ცხოვრებიდან კალიფორნიაში. ლინდა უყურებს ამ ფოტოებს და ცდილობს იხილოს თავისი შვილი იმ კაცში, რომელიც ფოტოზეა, მაგრამ ხშირად ვერ შეეძლება. ზოგჯერ ლინდა ფიქრობს იმაზე, რომ უფრო ადვილი იქნებოდა, ცოდნა არ ჰქონოდა. უფრო ადვილი იქნებოდა, რომ მაიკლი დარჩენილიყო უგზოდ უკლოდ დაკარგული, ვიდრე იცოდეს, რომ ის ცოცხალი იყო ამ ყველა წლის განმავლობაში და უბრალოდ არ სურდა დაბრუნება. მაგრამ შემდეგ თავისთვის წყევა ასეთი აზრებისთვის და ფიქრობს, რომ მაინც უკეთესია ეს, ვიდრე არაფერი. სარა ცდილობს გაიგოს, რა მოხდა მაიკლთან იმ წლების განმავლობაში. ცდილობს გაიგოს, რას ფიქრობდა, როცა არ რეკავდა, როცა არ აგზავნიდა არც ერთ წერილს, როცა ინახავდა თავის ოჯახს ჩრდილში 27 წლის განმავლობაში. მაგრამ მაიკლი ხშირად ამბობს, რომ ვერ ახსნის. ამბობს, რომ თავად ვერ ესმის, როგორ ცხოვრობდა ასე დიდი ხნის განმავლობაში ამ საიდუმლოს შენახვით. ამბობს, რომ ყოველ დღე ფიქრობდა ოჯახზე, მაგრამ რაღაც მას აჩერებდა. შიში, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, ის თვითონ ვერ ახსნის რომელი. ლინდა ხშირად დგება ღამით და მიდის მაიკლის ძველ ოთახში. უბრალოდ დგას კარში და უყურებს ცარიელ საწოლს, ცარიელ კედლებს, ცარიელ სივრცეს. ფიქრობს ბიჭზე, რომელიც იქ ცხოვრობდა, რომელიც იქ იზრდებოდა, რომელიც იქიდან წავიდა ერთ დილით და აღარასდროს დაბრუნდა ნამდვილად. ფიქრობს იმაზე, რომ ოთახი თითქოს ელოდა. ელოდა ვიღაცას, რომელიც აღარასდროს დაბრუნდება, რადგან ის ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობდა, აღარ არსებობს. ზოგჯერ მეზობლები ეკითხებიან ლინდას, როგორ არის მაიკლი. ლინდა ამბობს, რომ კარგად არის, რომ კალიფორნიაში ცხოვრობს, რომ მუშაობს და ცდილობს ახალი დასაწყისის გაკეთებას. მეზობლები იღიმებიან და ამბობენ, რომ ეს მშვენიერია, რომ საოცარია, რომ მაიკლი დაბრუნდა. მაგრამ ლინდა ხედავს მათ თვალებში კითხვებს. ხედავს, რომ ისინი არ ესმით, როგორ შეიძლებოდა ადამიანს ასეთი რამის გაკეთება. როგორ შეიძლებოდა ოჯახის დატოვება 27 წლის განმავლობაში და მერე დაბრუნება, თითქოს არაფერი არ მომხდარა. 2025 წლის ზაფხულში მაიკლმა უთხრა დედას, რომ იწყებდა თერაპიას. უთხრა, რომ ცდილობდა გაეგო, რატომ მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო და როგორ შეეძლო წინ წასვლა. ლინდა უთხრა, რომ ამა კი იყო მისით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ შინაგანად ლინდა ფიქრობდა, რომ თერაპია არ დააბრუნებდა იმ წლებს. არ დააბრუნებდა რობერტს. არ დააბრუნებდა იმ ოჯახს, რომელიც ისინი იყვნენ იმ 1997 წლის ივლისამდე. სარას უფროსი შვილი, რომელსაც ლუკას ჰქვია, ახლა 19 წლისაა. იგი დაინტერესებულია ბიძის ისტორიით და ხშირად ჰკითხავს მას კითხვებს. მაიკლი ცდილობს პასუხების გაცემას, მაგრამ ლინდას ხედავს, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული აქვს. ხედავს, როგორ იმეორებს მაიკლი, რომ ნანობს, რომ სხვანაირად მოიქცეოდა, რომ არ იყო გამოსავალი. მაგრამ ლუკას, რომელიც ახალგაზრდაა და ვერ ესმის სამყაროს სირთულე, უბრალოდ არ ესმის. როგორ შეიძლებოდა ადამიანს არ უყვარებოდა ოჯახისთვის 27 წელი. ლინდა იცის, რომ ლუკას მართლაც აქვს. იცის, რომ არავითარი მიზეზი არ ართმევს იმის გამართლებას, რაც მაიკლმა გააკეთა.
მაგრამ ასევე იცის, რომ ცხოვრება არ არის მარტივი და რომ ადამიანები უშვებენ შეცდომებს, ზოგჯერ შეცდომებს, რომლებიც არასდროს შეიძლება გამოსწორდეს. იცის, რომ მაიკლი ცხოვრობს ამ შეცდომასთან ყოველ დღე და რომ ეს არის სასჯელი, რომელსაც არანაირი სასამართლო ვერ დააწესებდა. დღევანდელ დღეს 2026 წლის იანვარში, როცა ლინდა იჯდება სამზარეულოს იმ მაგიდასთან, სადაც ასე ბევრი წელი იჯდა, ის ფიქრობს მთელ ამ ისტორიაზე. ფიქრობს 1997 წლის იმ ზაფხულზე, როცა მაიკლი დაბრუნდა სახლში და 2 დღის შემდეგ გაქრა. ფიქრობს იმ 27 წელზე ლოდინისა. ფიქრობს რობერტზე, რომელმაც ვერასდროს გაიგო, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო. ფიქრობს სარაზე, რომელმაც გაიზარდა ძმის გარეშე. ფიქრობს თავის თავზე, რომელმაც დახარჯა უამრავი დღე და ღამე ინდომებულში ელოდა, ფიქრობდა, ინანებდა. ფიქრობს მაიკლზე, რომელიც ახლა 47 წლისაა და ცხოვრობს კალიფორნიაში, ცდილობს ახალი ცხოვრების ასაგებად წარსულის ნანგრევებზე. ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეეძლო ადამიანს დატოვება ყველაფრისა და ცხოვრება სხვა ვინაობით 27 წლის განმავლობაში. ცდილობს გაიგოს, მაგრამ ვერ შეეძლება. შესაძლოა არასდროს შეეძლოს. მაგრამ ის ასევე ფიქრობს იმაზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაიკლი დაბრუნდა. არა ისე, როგორც იმედოვნებდა, არა ისე, როგორც წარმოიდგენდა ყველა იმ წლის განმავლობაში, როცა ელოდა. მაგრამ მაინც დაბრუნდა. და ეს რაღაც ნიშნავს. შესაძლოა არ ნიშნავს იმას, რასაც ლინდა სურდა, რომ ნიშნავდეს, მაგრამ რაღაც მაინც ნიშნავს. გარეთ თოვლი კვლავ იწყება. ლინდა აცქერდება ფანჯარას და უყურებს, როგორ იხურება თეთრი ფანტელი ქუჩაზე. ფიქრობს იმაზე, რომ ცხოვრება სავსეა სიტუაციებით, რომლებიც ვერასდროს იხსნება ისე, როგორც იმედოვნებ. ფიქრობს იმაზე, რომ ზოგჯერ ადამიანები ბრუნდებიან, მაგრამ როცა ბრუნდებიან, ისინი აღარ არიან ის, ვინც იყვნენ. ფიქრობს იმაზე, რომ ზოგჯერ ყველაზე რთული არ არის ლოდინა, არამედ იმის მიღება, რაც ბრუნდება, როცა საბოლოოდ ბრუნდება. ლინდა დგება და აახლებს ყავას. ყავა ძლიერი და ცხელია, ისეთი, როგორიც მას მოსწონს. სვამს და უყურებს თოვლს. რაღაც მშვიდი და მელანქოლიური არის ამ მომენტში, რაც თითქმის მისაღებია. არა ბედნიერება, არა დასრულება, არამედ რაღაც სხვა. რაღაც, რასაც სახელი არ გააჩნია. ტელეფონი რეკავს. ეს სარაა. დედა, როგორ ხარ? ეკითხება ქალიშვილი. კარგად ვარ, შვილო, პასუხობს ლინდა. უბრალოდ ვაკვირდები თოვლს. მინდა მოხვდე ამ შაბათს. შეიძლება? რა თქმა უნდა. ყოველთვის მიხარია შენი ნახვა. მშვენიერი. მაიკლმა დარეკა გუშინ. ამბობს, რომ ცდილობს მოხვედრაზე გაზაფხულზე. კარგია, ამბობს ლინდა. დედა, ყველაფერი რიგზე არის. ლინდა წუთი ფიქრობს. როგორ უპასუხოს ამ კითხვას? ყველაფერი რიგზე არ არის. ყველაფერი არასდროს იქნება რიგზე ისე, როგორც იყო. მაგრამ ისინი ყველანი ცოცხლები არიან. ისინი ყველანი ცდილობენ. და შესაძლოა ეს საკმარისია. დიახ, შვილო, ამბობს ის საბოლოოდ. ყველაფერი რიგზე არის. როცა საუბარი სრულდება, ლინდა აგრძელებს ყავის სმას და თოვლისკენ ყურება. ფიქრობს იმ ყველა ადამიანზე სამყაროში, რომლებიც ელოდებიან. ელოდებიან ვიღაცას დაბრუნებას, ელოდებიან პასუხებს, ელოდებიან დასრულებას. ფიქრობს იმაზე, რომ ზოგი მათგანი ვერასდროს მიიღებს იმას, რაც ელოდება. და ფიქრობს იმაზე, რომ ზოგი მიიღებს, მაგრამ იგი არ იქნება ის, რასაც ელოდა. ლინდა ჰარისონმა მიიღო თავისი შვილი უკან. მაიკლ ჰარისონი დაბრუნდა. მაგრამ 27 წელი დაკარგული დარჩა სადღაც შუაში, დაკარგული სამუდამოდ და არავინ, არც ლინდა, არც მაიკლი, არც სარა ვერასდროს დააბრუნებს მათ. ეს წლები იქ დარჩება ჩრდილში, ჩუმად სამუდამოდ, როგორც შეხსენება იმისა, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ, რჩება ჩვენთან უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ოდესმე წარმოგვიდგენია. თოვლი აგრძელებს მოდინებას. სახლი თბილია. ლინდა იჯდება და აგრძელებს ლოდინას, თუმცა ახლა აღარ იცის რისთვის ელოდება. შესაძლოა მშვიდობისთვის. შესაძლოა გაგებისთვის. შესაძლოა მხოლოდ შემდეგი დღისთვის, შემდეგი თვისთვის, შემდეგი შეხვედრისთვის მაიკლთან, რომელიც კვლავ არის მისი შვილი, მაგრამ ასევე არის უცხო ადამიანი, რომელიც იცხოვრა ცხოვრებას, რომელსაც ის ვერასდროს იცოდა, გაიარა გზები, რომლებსაც ის ვერასდროს გაიგებს. და ეს არის ყველაზე რთული ნაწილი ყველაფრისა, არა ლოდინა, არა უცოდინარობა, არამედ იმის ცოდნა, რომ პასუხები, რომლებიც საბოლოოდ მოვიდა, ვერ მოაქვს დასვენება, რომელსაც ელოდა.